ევროპის კონტინენტზე ყველაზე ხანგრძლივი ომის დასრულების აუცილებლობაზე ამერიკის შეერთებული შტატების 47 პრეზიდენტმა საინაუგურაციო სიტყვაშიც ისაუბრა. 200,000 ადამიანი წლის ყველაზე მთავარ პოლიტიკურ ცერემონიაზე და მილიონობით ადამიანი ტელეეკრანებთან. საპრეზიდენტო ფიცი, საინაუგურაციო მეჯლისი, ვახშამი და ტორტი, რომლის გაჭრა ახალმა პრეზიდენტმა ხანჯლით გადაწყვიტა. ტელეკამერებმა ცერემონიაზე ბევრი საინტერესო დეტალი დააფიქსირეს. ბუნებრივია ყურადღების ეპიცენტრში დონალდ ტრამპთან ერთად მისი მეუღლე 54 წლის მელანია ტრამპიც მოექცა, რომელიც გამორჩეულმა ჩაცმულობამ ტრადიციულად, რომლის ჩაცმულობას ბუნებრივია მთელი მსოფლიო აალაპარაკა, თეთრ სახლში მოდა დაბრუნდა, სწორედ ასე გამოეხმაურნენ მოდის კრიტიკოსები მელანიას ლუქს, რომელმაც არჩევანი არც ისე ცნობილ მოდის სახლზე გააკეთა. ივანკა ტრამპი ოდრი ჰეპბერნის კაბაში, დემოკრატი კონგრესმენი შორტებში. სამოსი დაუწუნეს ამაზონის დამფუძნებლის საცოლესაც. მისი თვალშისაცემი დეკოლტე პროტოკოლის დარღვევად შეფასდა. კიდევ იყო ერთი უხერხული მომენტი, გათიშული ფონოგრამა და აკაპელაში ნამღერი სახელმწიფო ჰიმნი, რომელიც შემდეგ ყველამ ერთხმაში შეასრულა. ყოფილმა და მომავალმა პრეზიდენტებმა და ყველამ, ვინც გუმბათოვან დარბაზში იყო. ამით კიდევ ერთხელ იხილა მსოფლიომ ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარების ამერიკული ტრადიცია. Preserve, protect, and defend the Constitution of the United States. The Constitution of the United States. So help me God. მას შემდეგ რაც ამ ბიბლიაზე ფიცი დადო, ისე როგორც ერთ დროს აბრაამ ლინკოლნმა ხელი წინამორბედს ჩამოართვა და ატლანტის ოკეანის მეორე ნაპირზე რიგით 47 პრეზიდენტმა ვადის ათვლა დაიწყო. დონალდ ტრამპი პრეზიდენტის სავარძელს ერთი ვადის გამოტოვებით დაუბრუნდა. მსგავსი რამ კი ამერიკის ისტორიაში საუკუნე ნახევარია არ მომხდარა. ისტორია აქაც განმეორდა, როცა უამინდობამ ინაუგურაციის მასპინძლებით და სტუმრებით კაპიტოლიუმის შენობის გუმბათოვან დარბაზში შეკრიბა. ყველაფერი დღის წესრიგის მიხედვით მიდიოდა, რომ არა ეს ერთი უხერხული დეტალი. გაჩერებული დრო და მუსიკა, რომელიც მაინც შესრულდა ოღონდ აკაპელაში. როცა ერთხმაში ამღერდნენ ამერიკის ყოფილი და მომავალი პრეზიდენტები, დემოკრატებიც და რესპუბლიკელებიც. კაპიტოლიუმის შენობამდე ჯო ბაიდენი და დონალდ ტრამპი ერთად მივიდნენ, ერთად გაიარეს ვაშინგტონის ქუჩებიც. პოლიტიკური პოლიფონია ჯო ბაიდენის გაცილებით და საინაუგურაციო მეჯლისით გაგრძელდა. თუმცა იქამდე კაპიტოლიუმის ისტორიულ დარბაზში იყო კიდევ ერთი უხერხული მომენტი, რომელიც მედიას არ გამორჩენია და რომელმაც ყველა აალაპარაკა. პოპულარული სოციალური მედია პლატფორმების დამფუძნებელ მამებს ინაუგურაციაზე განსაკუთრებული ადგილი ეკავათ. პოდიუმის მახლობლად იდგნენ და დროდადრო ტელეფონებშიც იყურებოდნენ. ილონ მასკი ემოციებს ვერ მალავდა, როცა მოისმინა, რომ ამერიკის დროშა მარსზე აქვს ჩასადანი. იქვე მეუღლესთან ერთად იდგა მარკ ცუკერბერგიც, რომლის ყურადღებაც ამაზონის დამფუძნებლის საცოლემ მიიქცია. მას დეკოლტირებული თეთრი კორსეტი ეცვა. მედიაში დაიწერა ისიც, რომ ყოფილმა ტელეწამყვანმა საინაუგურაციო დრესკოდი დაარღვია. დრესკოდი დაუწუნეს ამ სენატორ კაცსაც დემოკრატებიდან, რომელიც წლის ყველაზე მთავარ პოლიტიკურ ცერემონიაზე არც მეტი არც ნაკლები შორტებითა და ხუდით მივიდა. მართალია ამერიკის პირველი ლედის ქუდმა პირველ ცდაზე კოცნა ჩაშალა, სამაგიეროდ მელანია ტრამპის საინაუგურაციო ჩაცმულობამ მოდის კრიტიკოსებიც აალაპარაკა და მათ ისიც ათქმევინა, რომ მელანიამ თეთრ სახლში მოდა დააბრუნა.
სადღესასწაულო სამოსი მელანიას ამერიკაში არც ისე ცნობილმა მოდის სახლმა შეურჩია. ამჯერად პირველმა ლედიმ 2017 წელს ჩატარებული ინაუგურაციაზე მორგებული ლუკისგან რადიკალურად განსხვავებული ჩაცმულობა შეარჩია. საზეიმო დღეს მან მუქი ლურჯი ფერი მოირგო და შედარებით მკაცრი ტონალობა, ადამ ლიპის კაბა და პალტო. გამორჩეული იყო მისი ქუდიც, რომელიც დიზაინერმა ერიკ ჯავიდმა დაამზადა. ქუდი, რომელიც ყოფილი მოდელის დახვეწილ სახის მოყვანილობას გამოკვეცდა, მის ჩაცმულობას საოცრად უხდება. ის ბევრად მეტია, ვიდრე სწორად შერჩეული აქსესუარი. ეცვა განსაკუთრებით მაღალი ქუსლები, არადა იმ დღეს 5 ფეხბურთის სტადიონის ზომის მანძილი უნდა გაევლო. ეს ამბავი აღნიშნის გარეშე არც ტრამპს დაუტოვებია. პრეზიდენტის 54 წლის მეუღლე საზეიმო ცერემონიაზე 2 ლუკით გამოჩნდა ოფიციალური დღისა და ელეგანტური საღამოს კაბით. პირველი ლედის სტილი ამჯერად დასამახსოვრებელი და განსაკუთრებული აღმოჩნდა. მელანია ტრამპი ქვეყნის ისტორიაში მეორე პირველი ლედია, რომელიც წარმოშობით ამერიკელი არ არის. მელანია ტრამპს თეთრი ფერის კაბა ეცვა, რომელიც შავი დეტალებით იყო გაფორმებული. როგორც უცხოური მედია წერს, სამოსის შექმნაზე მელანიას პირადმა მრჩეველმა და კაროლინა ჰერერას ყოფილმა კრეატიულმა დირექტორმა, დიზაინერმა ჰერვ პიერმა იზრუნა. მოდის კრიტიკოსებმა მის სამოს ყველაფრის მთქმელი კაბა უწოდეს. მელანია ტრამპს ყელზე ეგრეთ წოდებული შავი ჩოკერი ეკეთა, რომელიც ბრილიანტის ბროშით იყო გაფორმებული. ამერიკის შეერთებული შტატების პირველი ლედის ეს აქსესუარი დიზაინერმა ჰარი ვიტსონმა 1955 წელს შექმნა. ცერემონიაზე წინავდა ოდრის კაბაში გამოწყობილი პრეზიდენტის ქალიშვილი ივანკა ტრამპიც. კაბა სპეციალურად მისთვის შეიქმნა 1955 წლის ოდრი ჰეპბერნის ცნობილი კაბის ანალოგიით. მსახიობს ის ფილმ საბრინაში ერცა. პრეზიდენტის 53 წლის ქალიშვილი თავის მეუღლესთან ჯარედ კუშნერთან ერთად ვაშინგტონში რომანტიკული ცეკვის დროს გამოჩნდა. ინაუგურაციის ცერემონიაზე იგი მწვანე კოსტიუმით წარსდგა, რომელზეც შავი ფეხსაცმელი, გამჭვირვალე შავი წინდები, ტყავის ხელთათმანები და ბერეტის სტილის ქუდი მოირგო. თმა კი მოდური ფრანგული კვანძის სახით ჰქონდა შეკრული. ტრამპის უმცროსი ქალიშვილი ტიფანი, რომელიც პირველ შვილს ელოდება, ნაცრისფერი კაბით წარსდგა, ხოლო ლარამ წითელი კაბა მოირგო. ეს ჰოკეისა და კალათბურთის დახურული დარბაზია, რომელმაც ინაუგურაციის შემდგომ დაგეგმილ საზეიმო აღლუმის შემცვლელ ცერემონიას უმასპინძლა. ამ ამერიკულმა ჰანგებმა პოლიტიკოსი მარტინ ლუთერ კინგის ქვეყნიდან ააცეკვა კიდეც. აცეკვდა ილონ მასკიც. მისმა ასეთმა მისალმებამ მითქმა მოთქმაც გამოიწვია. My heart goes out to you. Ladies and gentlemen, the President of the United States, the Honorable Donald John Trump, and Mrs. Trump. სტუმრები პრეზიდენტთან ერთად საზეიმო სუფრას მიუსხდნენ. პირველი კერძი ზღვის პროდუქტებით იყო დამზადებული, შემდეგი ხორცით. ვახშამი დასრულდა ფრანგული დესერტით, ვაშლის ტერინით, რომელიც მჟავე ნაღების ნაყინსა და მარილიან კარამელს მოიცავდა. In America, the impossible is what we do best. ტრადიციის მიხედვით მიღებას ინაუგურაციის ერთიანი კომიტეტი აწყობს. ღონისძიება კი სხდომათა დარბაზში იმართება, სადაც სტუმრები ახალი ლიდერის სადღეგრძელოს ამბობენ. Ladies and gentlemen, I ask you to join me in raising a glass to the President of the United States, President Donald Trump.
There we go, you got it! Yeah! წლის ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიების სტუმრები სპორტსმენებთან ერთად ამერიკის შოუ-ბიზნესის წარმომადგენლები და ბიზნესმენებიც იყვნენ. ყოფილი პრეზიდენტები საზეიმო ვახშამს უკვე აღარ ესწრებოდნენ. ობამამ ღონისძიებაში მონაწილეობაზე უარი თქვა. ბუშის ოფისმა კი განაცხადა, რომ მოწვევა არ მიუღიათ. ბილ და ჰილარი კლინტონებს მოწვევა ჰქონდათ, მაგრამ მათაც უარი განაცხადეს დასწრებაზე. ოკეანის მიღმა გალა საღამოს კულმინაცია ამერიკის შეერთებული შტატების დროშის სფერებში გაფორმებული სადღესასწაულო ტორტის წარდგენა გახდა. ქვეყნის ახალმა პრეზიდენტმა ტორტის გაჭრა ხმლით გადაწყვიტა, თუმცა როგორც კი Village People-ის სიმღერა გაისმა, ტრამპმა ცეკვა დაიწყო.